მთავარმა პროკურატურამ პოლიტიკურ დევნილთა სტატუსის მქონე 25 პირიდან 9-ზე ინტერპოლით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა მათ მოუწოდებს, რომ დსთ-ს ქვეყნების გავლით სამშობლოში დაბრუნებისგან 1 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში სხვა ტიპის ხელშეკრულებები მოქმედებს და საჭირო პროცედურების გავლას დრო სჭირდება. ამ დროისათვის საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია მიხეილ ქარელზე, ბიძინა გიორგობიანზე, ჯემალ ქარქუსოვზე, გიორგი ქადაგიშვილზე, ლევან მხაკაძეზე, გურამ გოგუაზე, მელიქ რაისიანზე, ილია რამიშულსა და იასონ ჩიხლაძეზე. წითელი ციρკულარით აღარ იძებნება ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. 25-ვე პირს 1 კვირის მანძილზე ეტაპობრივად მოეხსნება საერთაშორისო ძებნა, მაგრამ მთავარი პროკურატურა ახლა აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას და მოუწოდებს პოლიტიკურ დევნილებს, რომ გარკვეული დროის პერიოდში, დაახლოებით 1 კვირის პერიოდში თავი შეიკავონ ქვეყანაში დაბრუნებაზე. თუ მე სწორ ინფორმაციას ვფლობ, რაც თბილისში დაბრუნდი, ერთ-ერთი უნდა იყოს ბატონი ბედუკაძე. არის მოლოდინი იმისა, რომ მას ამით გაუადვილდება პროკურატურასთან თანამშრომლობა.